ორი წლის წინ ზარცული პერიოდი მქონდა რა. და ეს პერიოდი რო გადავლახე და რო გამოვედი რაღაც ამ სირთულეებიდან და რაღაცები გავიაზრე და მივხვდი, მაგ პერიოდში ხელში მომხვდა გლუკის ლექსები. და რაღაცა შენთვის რო ხარ ხო იცი მარტო და ურთიერთობიდან ვიყავი ახალი გამოსული და ვკითხულობდი ამ ლექსებს. და ერთ-ერთი 3 ლექსი აქვს, რომელიც ამ პერსეფონეს მითზეა გაწყობილი რა. პერსეფონეზე, ჰადესზე და ამ ლექსის წაკითხვის დროს აი არ ვეჭარბებ რა, ისეთი ემოცია მქონდა, რომ დავიწყე ტირილი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მეთქი ეს თითქოს შეგრძნება რო გაქვს, რომ შენზე წერია და ხო იცი აი რაც ყველაზე მაგარი გააჩნია წიგნს და პოეზიას. პოეზიას კიდევ უფრო მეტად რაღაც წამის აღწერა უფრო თითქოს თუ რაღაც და შეგრძნება მქონდა, რომ აი გლუქთან ვლაპარაკობდი და ჩემზე დაწერ რომ მიხვდები რომ რაღაცაში არ ხარ მარტო რა და შენსავით ვიღაცა შეიძლება რაღაცას განიცდის. მითოლოგიას წავიკითხე ამ პერსეფონეს ამბავი და მე უკვე ვიპოვე რაღაც საკვანძო რაღაცები, რითიც შეიძლება ეხა ეს პიესა არ არის დასამალი, რომ ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე მაგ დაწერილი ეს ტექსტი რა. და უბრალოდ ეს ზუსტად ეს მსგავსება პერსეფონესთან რო დავიჭირე, გავამთლიანე, რომ რაღაცა უფრო მხატვრული ყოფილიყო. იმიტომ რომ ტექსტი თავისთავად აი ძალიან ცოტა ადამიანს წავაკითხე საერთოდ დასაწყისში. მაგრამ აი ძალიან ისეთი შეგრძნება ქონდა ყოველს აი დღიურივით ძალიან გაშიშვლებული არის და აი ძალიან ხისტი და ძალიან პირდაპირი და არაფერი არა შელამაზებული ვთქვათ რა. აუხნა ხომ ტკივა და ერთუნდები ალბათ. სპექტაკლმა უფრო მოითხოვა ეს გამხატრულება რაღაც ფორმაში რომ მოვაქციე, მე უკვე რაღაც აი შედგა ის რა, რომ აი ძალიან ხისტი და ძალიან შიშველიც არ გამოვიდა. თუმცა ალბათ მაგას მაინც შეიცავს, მაგრამ სპექტაკლმა თეატრმა უკვე ეს რაღაცა მთლიანობა მისცა. აგავრია. წესიარად მომაპარაკე. ეგრე გავხარ ბიჭის. გივიკო იყო, ვისაც პირველად წაუკითხა ტექსტი, ოღონდ ჯერ მქონდა დაწერილი რაღაც 4 გვერდი თუ 3 გვერდი და საერთოდ ჩემ წარმოსახვაში ამ საიდუმლოს ვიტყვი, რომ მინდოდა რომ სცენაზე ყოფილიყავი მე, ანუ ერთი გოგო და თალხობით 8 ან 9 ბიჭი რა, აი ბევრი ბიჭი წარმომედგინა, იმიტომ რომ აი მინდოდა რომ აი გამოჩენილი იყო რა ეს სხვადასხვა ურთიერთობა რა, აი ბევრი უბრალოდ აი მართლა იქიდან გამომდინარე რომ მე არ მეყოფოდა მაგის გამოცდილება როგორც რეჟისორს, იმიტომ რომ პირველად ვაკეთებდი. ბიჭებს ვთხარი რომ მეთქი ორნი უნდა იყოს და შეგრძნება უნდა გაჩნდეს რომ ეს შეიძლება სხვადასხვა ურთიერთობებია რა და მაგიტო ავირიდე თავიდან ეგ. თორე იდეაში აი ეგეთი ჩანაფიქრი მქონდა, როცა ტექსტს წერდი რა. დავაგდა რომ რაღაცნაირად შეგრძნებით, ჩემი შეგრძნებით შიგნიდან ჩვენ რაღაცა არ ვართ ერთი კონკრეტული ადამიანი თუ ერთი კონკრეტული ბიჭი, არც ორი რაღაცა სხვადასხვა ბიჭებს წარმოვადგენთ, რომლებსაც ალბათ რაღაცა ერთი ფსიქოტიპი საბოლოო ჯამში აერთიანებთ, ეს რაღაცა ჰადესის ფსიქოტიპი რა. პირველ ეს ამბავი მოვყავი დათო დოიაშვილს რომ ვაპირებდი ამის გაკეთებას და მაშინ მითხრა ეგეთი რაღაც აი რომ პირველს რომ უნდა ცადო და რაღაცა მაშინ მითხრა აი თავარი ერთი სიტყვით რომ მითხრაო რა რაზე აკეთებ აი რაზე უნდა იყოს ეს სპექტაკლი აი რა ერთი სიტყვა მითხრები და დავიბენი მე მეთქი არ ვიცი რას მეკითხები აზე არ ვარ და მე ამაზე ვიფიქრე სახში რა და აი რაღაცნაირად მივედი სიტყვამდე და ეგ სიტყვა არის ტკივილი აი ამ სიტყვით უკვე ყველა სცენაზე ვფიქრობდი ისე რომ აი ეს სიტყვა უნდა ყოფილიყო თითოეულ სცენაში რა. ჩემი ძალიან დიდი ტკივილის გავლის შემდეგ დაიბადა ეს ტექსტი და გადავიაზრე შესაბამისად ბევრი რაღაც და ეს უკვე გამოვიდა ჩემგან. და შესაბამისად ალბათ თითოეულ ადამიანს ახსენდება საკუთარ თავში რაღაცა ტკივილი, მე ეგრე მგონია მაინც. და არა რაღაცა სხვა გამოცდილება.
თვითონ აი ეს პარალელი, თქვათ, ჩემ პერსონაჟი თუ პერსეფონესთან არის დაკავშირებული, ხო? ბიჭების არის ჰადესთან. და ჩემთვის მნიშვნელოვანია ჰადესში, აი თვითონ მითოლოგიურადაც ის ნაწილი, რომ ჰადესი ესე ხო არის უბრალოდ ჰადესი და თვალსახად ცუდი პერსონაჟი, რადგან მიწისქვეშეთის ის არის ხო მეფე თუ ღმერთი. მასაც ხო თავისი წარსული აქვს, ხო აი როგორ მივიდა აქამდე, ჩემთვის ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს სპექტაკლის ბოლოს არის ეგეთი ფრაზა, რომ შეგიძლია შეხედოთ ისე შეიძლება. და აი მითოლოგიურად ლექციას უსმენდი, დიაყობაიას ლექციას უსმენდი, როცა ვეცნობოდი რა ყველაფერს და ეგეთი რაღაცა მოყვარა, რომ ჰადესმა როცა პერსეფონე მოიტაცა, არ შეუხედავს საერთოდ მისთვის რა, იმიტომ რომ ჰადესი ვისაც შეხედავს, ის კვდება, ანუ მისი მზერა საკმარისია იმისთვის, რომ მოკლოს. და შესაბამისად, ჰადესი ისე უყვარდება პერსეფონე, რომ მას არც კი უყურებს რა, და ეს არის რაღაც მხრივ სიყვარულის ისეთი ისტორია, რომელიც შენ თვალდახუჭულმა შეგიძლია შეიყვარო ვიღაცა. საშინელი ადამიანი ხარ, სუყლეობებს აკეთებ თელი შენი ცხოვრება და ეხლა მე მგონი უკვე გაასხავ. და როგორ გაასხავ? მე პირადად რაც უფრო სიღრმისეულად ვკითხულობ და ნებისმიერ ჯერზე როცა გავდივარ ამ პროცესს, ყველაზე დიდი ემპათია ჩემი პერსონაჟის მიმართ მიჩნდება, აი იმ ბოლო წერტილში კულმინაცია თუ რაც არის სპექტაკლის, სადაც შენ ამბობ იმ ტექსტს, რომ ჩადი შენ სიღრმეში და მაგის გარეშე არაფერი არ გამოდის თუ შენი ბნელი მხარეები არ გაიცანი, ეგ პირდაპირ ხო არ არის მარტო ერთი ქალის სათქმელი და არც რაღაცა კონკრეტულად რაღაცა დატრამული ქალების სათქმელი. ეს არის რაღაცა გზამკვლევი ერთგვარი ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ სოციუმში განსაკუთრებით ყველა ადამიანი დატრამული ვართ და მაგ გზის გავლის გარეშე მე სხვა გზა არ ვიცი, როგორ უნდა ამოხვიდე მაქედან და როგორ უნდა მიიღო შენი თავი რა. ამიტომ ეს ბიჭებიც, ეს 8-9 თუ რამდენი ბიჭიც არის, ყველა რეალურად მაგ პროცესს გადის და გავდივართ რა და ძალიან საინტერესოა. ჩვენ ხო ყველანი რაღაცა ჩვენი წარსულით მოვდივართ რაღაც კონკრეტულ ეტაპზე და ჩვენი გზებიც, აი ხა ამ პერსონაჟის მაგალითად და მთავარი პერსონაჟის როცა გადაიკვეთა, მანდაც არ არის ესეც ალსახად, რომ ეს ბიჭი ალსახად манипуляტორია და ის მსხვერპლია. რეალურად ორივე ესეც მსხვერპლია თავისი ტკივილების და თავისივე ტრამვების, უბრალოდ რა თქმა უნდა ძალიან ტოქსიკურ გარემოში უწევთ ამათ ურთიერთქმედება და ეს მე მგონი კარგად ჩანს. მართლა რა გაიგო? ყველასთან კარგი გოგონა თანასაც საფარში. შეცდომა არ უნდა გაიგო. თუ დაუშვოთ და დამა. არ უნდა გაიგო, თორე დაგწოვა. არავინ არ უნდა გაიგოს, თორე ისევ დაგწოვა. დამალი, არ თქვა ეგრე ყველას დაგაკეთა. დამალი რაც გააკეთა. რაც კიდე იმის გაკეთება არ შეიძლება, არ გააკეთა. არ გააკეთო, იცოდე იმდანო, მაინც აკეთებ და მერე ნანო, აკეთებ და მერე მალო. დამალი, არავინ არ უნდა გაიგოს. მოიტყვა, მერე რა თავარი არავინ არ გაიგოს. არ გაიგო ის რაც ხარ, შენ თავს გაეკეცე. რახან ეგ გამოცდილება მე პირადად არ მაქვს, აი კონკრეტულად მამის პერსპექტივიდან რომ შევხედო, მირჩევნია რომ ის რა თუნდაც ის ტოქსიკური გამოცდილება რაც მაქვს, მაგაზე დაყრდნობით ვიმოქმედო და ვიმუშაო სპექტაკლის დროს და გარედან მე ეგ აღიქმება, როგორც შეიძლება მამათ აღიქვა, შეიძლება შეყვარებულად აღიქვა და 1000-ნაირად შეიძლება აღიქვას მაყურებელმა ეგ, მაგრამ ჩემთვის როგორც მსახიობისთვის მნიშვნელოვანია რომ იმისთვის რომ არ მოვიტყუო, ვილაპარაკო ჩემ გამოცდილებებზე რა. სათხარ. იმდენი შეყვარებული მყავდა, რომ ვერასდროს მარტო ვერ დავჭირე. უნდა გიყვარდეს შენთან. აი ხო, ზუსტად ეგრე არის ხა, მამის აი იმდენად გულწრფელი ტექსტი არის და იმდენად აი ყველაფერზე ისე ღიად ლაპარაკობს თვითონ ავტორი ტასო და დადგმითაც და სტილითაც როგორც თამაშობთ, რომ აი მანდრო რაღაცა მოიგონო და აი მართლა ხო ჩემთვის წარმოუდგენელია ხა მამის პერსპექტივიდან კიდე როგორ იქნება და ის გულწრფელად სიმართლე თუ არ ელაპარაკე, მით უმეტეს ესეთ სპექტაკლში, სადაც ყველაფერი ძალიან ესე ჩანს, ძალიან თვალსაჩინო იქნება რომ იტყუები და მე თვითონ არ შემიძლია მაგის კეთება რომ ეგრე ვიტყუებოდე რაღაცას და ეგრე და ხო კიდე აქაც მგონი რომ ძალიან ზედმეტი იქნება რა. მოგაჭირო მეთქი, მთელი წელი წმინდა. ეციტანი გაჩერდი. აი არის ხოლმე ხდება ურთიერთობებში, რომ აი იზიდავენ ადამიანები ზუსტად ემთხვევა, აი ფაზლივით ეწყობა, აი ეს ტოქსიკურობა მე საიდანაც იბადება. ხო და მანდაც ხო მაგ ფიქრამდე მიდიხარ, რომ აი რაღაც მომენტში რა ყველა ადამიანი ინდივიდუალურად რომ მე რას ვაკეთებ არასწორად, რომ აი სულ ამაში ვარ ჩაბმული რა და არა ის რომ გარეთ ეძებო, სულ რომ ვიღაცის ბრალია. რა თქმა უნდა ის
თავის იმიდან გამომდინარე იქცევა ეგრე და ეს ცალსახად ცუდია რომ მანიპულირებს და ძალადობს ფსიქოლოგიურად, მაგრამ პირველ რიგში ალბათ შენ თავში უნდა ჩაუღრმავდე და მაგაზია ზუსტად ეგ სპექტაკლი რა. სცენოგრაფი არის ჩვენი თამარ ნადირაძე, რომელიც სხვა შორის ასევე პირველად სცადა თეატრში ბედი, იმიტომ რომ ფერმწერი არის და ჩემი აზრით ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი არის და უბრალოდ თეატრში არასდროს არ უმუშავია აქამდე ისევე როგორც ჩემთვის იყო პირველი რეჟისურა თამარისთვისაც ეგრე და უბრალოდ მინდოდა მეხსენებინა თამარის სახელი, გვანცაი ნუქიძე არის კომპოზიტორი და გაბისკირია მალია არის მისი სასცენო სახელი. და ვინც სპექტაკლს ნახავს მიხვდება რამხელა როლი აქვს გვანცას ამ სპექტაკლის საერთოდ არ ვიცი მთლიანობაში და როგორიც არის ატმოსფეროში და თინა თინკვინიკაძე რომელიც არის უმაგრესი ადამიანი და პროფესიონალი და არ ვიცი რა თიკო როგორც შეკრაი თავისი ისტორია ყველა კოსტიუმს რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ პროფესიონალებთან მუშაობა და მინდა ვთქვა რომ ძალიან გამიმართლა დილა გაღვიძება ცუდი სიზმრიდან გიყურებდა ჯერების სელებ გუშინ რა მოხდა ისევ მე სიზმრება ის რაც მინდა და არა ის ის მე მინდა რა გამიტყდა თუ გაიტყდა 2025 წელი პირველი სცენარის წერა მეორე ინგლისური სწავლა ესევე მარჩუში მეორე სამწუხაროდ გვერდს ვერ აუვლით იმ ამბავს დღეს ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება აქედანაც ვიტყვი რომ თავისუფლებას ინდისის პატიმრებს ძალიან ცუდი სიტუაცია აი რაღაცის გაკეთება რო გინდოდეს დღეს დამოუკიდებელ თეატრებში დაფინანსების მოძიება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა შესაბამისად არ ვიცი ეხლა ჩვენს ჰარაკში ეძებენ სპონსორებს და რაღაცა მაგით ვართ დაკავებულები და აქედანაც ვინმე ხმას თუ გავაგონებს ძალიან დიდი დახმარება იქნება იმიტომ რომ დამოუკიდებელი სივრცეებისთვის დღეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა რომ გადარჩე სიმართლე ისმის ანუ დღესდღეობით მაგის საშუალება აღარ გაქვს რა ესე სახელმწიფო დაწესებულებებში და რა ვიცი ახშობენ მაგას და მაგეთკენ მივდივართ და ესეთ სივრცეებში მე მგონია რომ ჯერჯერობით მაინც არსებობს ის ხმა რომელიც შეიძლება ცოტაღანში მოგვენატროს და დიდი იმედია ეს დღე არ დაგვიდგება